ფართოდ გავრცელებული საპოლიციო ძალადობისა და ამ კუთხით პრევენციული ღონისძიებების არარსებობისა და არაეფექტიანი გამოძიების სისტემური გამოწვევების ფონზე გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საბას ხვიტარიძის წამების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. Როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაზარალებული საბას ხვიტარიძის ინტერესებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს. საქმეზე, რომელიც შეეხება 2024 წლის 5 დეკემბერს სამართალდამცავთა მხრიდან საბას ხვიტარიძის მიმართ განხორციელებულ წამების ფაქტს 8 ეპიზოდად. 2024 წლის 5 დეკემბერს ღამის საათებში საბას ხვიტარიძე გადაადგილდებოდა მამასთან ერთად თბილისიდან გურიის მიმართულებით. ქალაქ ზესტაფონთან ახლოს მათი ავტომობილი გააჩერა საპატრულო პოლიციის მანქანამ. ავტომობილთან მივიდა საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი, რომლებმაც ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დააკავეს საბას ხვიტარიძე და ჩასვეს საპატრულო პოლიციის ავტომობილში. მიუხედავად მოთხოვნისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ ჩართეს სამხრე კამერები და არანაირი განმარტება დაკავების საფუძვლებთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდგომ იწყება ის 8 ეპიზოდი, რომლებიც როგორც იზოლირებულად და ასევე ერთობლიობაში ქმნის ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულის შემადგენლობას წამებასთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის კვალიფიკაცია, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აძლევს დაზარალებული საბას ხვიტარიძის მიმართ განხორციელებულ ქმედებას. ეპიზოდი პირველი. საბას ხვიტარიძე თბილისიდან გორამდე ექვემდებარებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიური ძალადობას. კერძოდ, მას ემუქრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაუპატიურებით. ამასთანავე ეპიზოდ 2-ში ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით გრძელდებოდა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მეხუთე სართულზე ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების მიერ, რომელთა ვინაობასაც საბას ხვიტარიძე საგამოძიებო მასალებში ასევე ძალიან კონკრეტულად აწვდის საგამოძიებო უწყებას. ეპიზოდ 3-ში ფიზიკური ძალადობა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მეხუთე სართულზე გრძელდებოდა ამჯერად უკვე ტაქტიკურ ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პირების მიერ, რომლებმაც სასტიკად იძალადეს საბას ხვიტარიძეზე. ისინი სცემდნენ მას ხელებითა და ფეხებით, ურტყამდნენ კიდურების მიდამოებში მუცლის მკერდის და თავის არეში, რომელიც წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებს და აქ კიდევ უფრო მძიმეს ხდის ეს ყველაფერი მის მიმართ განხორციელებულ ქმედებას. ამასთანავე იძალადეს წაქცეულ დაზარალებულზე, მარცხენა ხელის ნეკათითზე დააჭირეს ფეხი და სცადეს ხელის მოტეხვა. ძალადობის შედეგად საბას ხვიტარიძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი. ამის შემდეგ ძალადობა გრძელდება უკვე მეოთხე ეპიზოდში, როდესაც ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის კვლავ მეხუთე სართულზე ბრუნდება ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების ხელში. ეპიზოდ 5-ში სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდება ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მერვე სართულზე ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ. ამის შემდეგ ეპიზოდ 6-ში საბას ხვიტარიძე შეჰყავთ გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილის ოთახში და უკვე მის მიერ ხდება დაზარალებულის მდგომარეობის უგულვებელყოფა და დაკითხვის პროცესის წარმართვა არა საბას ხვიტარიძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, არამედ სრულიად სხვა საქმეზე, სწორედ იმ საქმეზე, რომელზეც სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სხვადასხვა პოლიციელები ზემოთ ჩამოთვლილ ეპიზოდებში ახორციელებდნენ საბას ხვიტარიძის მიმართ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას და პარალელურად მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც დამატებით მოწყვლად მდგომარეობაში აგდებდა ადამიანს, რომელიც იყო სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ. მას შემდეგ, რაც სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს საბას ხვიტარიძის განმარტებით, ამის შემდეგ უკვე იწყება ეპიზოდი 7, როდესაც ფიზიკური ძალადობა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მერვე სართულზე 5 პირის მიერ გრძელდება, მას შემდეგ, რაც გამომძიებელი დატოვებს ოთახს და მას ისევ სასურველი ჩვენების მიღებას აიძულებენ. ამის შემდგომ ტვინის შერყების გამო, აი დაზიანებების გამო
საბას ხვიტარიძე კვლავ მოწყვალ მდგომარეობაში ჩავარდება და ეპიზოდ 8-ში უკვე სასტიკი ცემის აი ამ კიდევ ერთი ეპიზოდის შემდეგ რაც გამომძიებელი ედი შერაშვილისთვის შეცნობადი იყო მისი როგორც გამომძიებლის მოვალეობის უგულებელყოფით კვლავ გრძელდება სასურველი ჩვენების მიღების მიზნით წამებაში თანამონაწილეობა. ეს არის ფაქტები, რომლებიც საბას ხვიტარიძემ აღუწერა საგამოძიებო უწყებებს და ჩვენ შევისწავლეთ ეს მასალები დეტალურად და ამ მასალებში გვინდა საზოგადოებას წარმოუდგინოთ ის ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულებები, რომლებიც რეალურად ადასტურებს აი საფუძვლიან ეჭვს, რომ საბას ხვიტარიძის მიმართ ეს მოქმედებები განხორციელდა ნამდვილად საპოლიციო ეფექტიანი კონტროლის ქვეშ. კერძოდ, დაახლოებით ღამის 5 საათზე საბას ხვიტარიძე ჩაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის -1 სართულზე, სადაც შეასახლეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. საბას ხვიტარიძის დაზიანებები აღწერეს როგორც იზოლატორის, ისე მე-6 პენიტენციური დაწესებულების ექიმებმა. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მას აღენიშნება ტკივილი თავის არეში, სისხლჩაქცევები მუცლის მარჯვენა ნახევარში და კუდუსუნის მიდამოში. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი საბას ხვიტარიძეს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მარჯვენა ფერდის მუცლის მარჯვენა ნახევარში და კუდუსუნზე. დაზიანებები ხაზგასმით გვინდა აღნიშნოთ, რომ აი ამ დასკვნის მიხედვით დაზიანებები ხანდაზმულობით ემთხვევა საბას ხვიტარიძის დაკავების თარიღებს. დამატებით ჩვენს ხელთ არის ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ჩაჭარდა 60-ზე, რომელსაც საბას ხვიტარიძე ატარებდა და დადგინდა, რომ აი ამ 60-ს აღენიშნებოდა სამი ხევითი და რღვევითი დაზიანება. დაზარალებულმა საქმეში ფიგურანტი პირების შესახებ, სულმცირე 6 პირის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას, თუმცა დღემდე ჩვენ ვერ ხედავთ რომელიმე მათგანთან მიმართებით განხორციელებულ სულმცირე უფლებამოსილების შეჩერების ფაქტს. ადამიანის უფლებათა სამართლის საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი არის ის, რომ როდესაც არსებობს სანდო მტკიცებულებები, სანდო პოზიციები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა საპოლიციო ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მიიღო დაზიანებები, პირველი რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არის სწრაფი გამოძიება, ეფექტიანი გამოძიება და ამ საგამოძიებო პროცესში ფიგურანტი პირებისთვის სულმცირე დროებით უფლებამოსილების შეჩერება, რათა მათ ამ პერიოდში სხვა ადამიანების მიმართ არ განეხორციელონ მსგავსი მოპყრობა. თუმცა ჩვენ ასეც არაფერს არ ვხედავთ. ჩვენ ამავდროულად ამ საქმეში ვხედავთ მნიშვნელოვან დაგვიანებებს გამოწვეულს საგამოძიებო უწყების უმოქმედობით, დაგვიანებული მოქმედებით, რომელიც იმ დროს იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რაც 2025 წელს გაუქმდა და ამით წამების წინააღმდეგ სახელმწიფოს ბრძოლის მეთოდოლოგიაში კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ის გამოწვევები, რომ ფორმალურ სამართლებრივად ეს ყველაფერი დაუბრუნდა საქართველოს პროკურატურას უწყებას, რომლის მიერ წარმოებული არაერთი გამოძიების არაეფექტიანობის გამო თავის დროზე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან და გაეროს მხრიდან დადგენილი იქნა ვალდებულება, რომ შექმნილიყო საპოლიციო ძალადობასთან დაკავშირებით ცალკე უწყება. საია გააგრძელებს ამ საქმის წარმოებას, ჩვენ დროდადრო საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას და გვინდა განვარტოთ, რომ საბას ხვიტარიძის საქმე არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოში საპოლიციო წამების ფაქტების მიმართ. ინსტიტუციური და ნორმატიული პრევენციული მექანიზმების მოშლის. ხოლო სისტემის შიგნით როგორც მაღალი, ისე დაბალი რანგის სამართალდამცავების მიერ სამართლის საბაზისო აკრძალვების როგორც განზრახი მოქმედებით, ისე უმოქმედობით დარღვევის. წამების აკრძალვის ვალდებულების უგულებელყოფა სახელმწიფოსთვის არის უმძიმესი დარღვევა. საია ამ საქმეზე დავას სათანადო საერთაშორისო მექანიზმებში საჭიროებისამებრ განაგრძოს, რათა სტრატეგიული სამართალწარმოებით ჩვენ მივახციოთ სამართლის დადგენას არა მარტო დაზარალებული საბას ხვიტარიძისთვის, არამედ ნებისმიერ იმ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში შეიძლება მსგავსი მოპყრობის მსხვერპლი გახდეს. მადლობა ყურადღებისთვის.